Personally, I would ask him like, what's your favorite submission? Dark show. I'm gonna submit you with that. So if you ask him what his favorite submission is, you would do that to him. Yeah. This is a guy that's trained and coached by Khabib. I take him close to Khabib. I will submit him closer to Khabib. You would submit him in front of Khabib. ამ ვიდეოს ყურების შემდეგ თავში მხოლოდ ერთი რამ მიგვიადებდა. ერთ რამეზე ვფიქრობდი, რომ როგორ შეიძლება დარწმუნებული იყოს ადამიანი ასე საკუთარ თავში. როგორ შეიძლება ადამიანს ასეთი თავდაჯერებულობა ჰქონდეს, რომ ყველაფერი ეს თქვას ხმამაღლა და საერთოდ არ ეშინოდეს, რომ მის წინააღმდეგ შეიძლება შემოტრიალდეს. ამ ვიდეოში სამობს, რომ ისლამ მახაჩევს კითხავს, თუ რომელია მისი საყვარელი მახრჩობელა და იმავე მახრჩობელათი ხაბიბის წინაშე მოუგებს. ნახე ის ვიდეო, სადაც ის უკვე ზეიმობს ბრძოლამდე ერთი დღით ადრე მოგებას ჩარლს ოლივიერასთან. სადაც რეკორდს Instagram-ზე წინასწარი იცვლის და წინასწარი იწერს ბიოზე UFC-ს ჩემპიონს, მანამ სანამ ტიტულზე ჯერ არც უჩხუბია. სადაც ყოველი ბრძოლის წინ ამბობს თუ როგორ და რანაირად მოუგებს მის მეტოქეს და ყველაფერი ახდა რაც მან თქვა და სწორედ ამ კლიპებმა შთამაგონა ამ ვიდეოს გაკეთება, რადგან მინდოდა შემესწავლა ილიას გონება, მისი აზროვნება და მენტალური მხარე. და გადავხედე ყველა ილიას ინტერვიუს ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც UFC-ში არც იყო და ერთ რამეს მივხვდი. რაც არ უნდა ეთქვა, ყველაფერი ასრულდა. ყოველთვის ამბობდა, რომ გახდებოდა ჩემპიონი და დღევანდელი დღიდან რომ უყურებ, ყველა მისი სიტყვა შესრულდა. და უბრალოდ დამაინტერესა, როგორია მისი მენტალობა, როგორია მისი აზროვნება, როგორ მიაღწია იმ ყველაფერს, რასაც მიაღწია. და ერთ დასკვნამდე მივედი. ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური შრომა. რადგან არსებობს 1000-ჯერ მეტი მებრძოლი, რომელიც დილიდან საღამომდე დარბაზში არიან, დარბაზში ცხოვრობენ, ვარჯიშობენ, შრომობენ, მაგრამ ჩვენ მათ შესახებ არც კი ვიცით. და ერთადერთი განსხვავება ელიასსა და მათ შორის არის მისი მენტალური მხარე. და მივედი მიზედულობის კანონზე, რომ შენი პიროვნება ქმნის შენს პირად რეალობას. და ამ ქვეყნად რაც გონება შეუძლია წარმოიდგინოს და რისი შეუძლია შეროდეს, ამის მიღწევა შეუძლია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც სამყაროს სხვანაირად ხედავენ. ჩვენი აღქმა საყვარლის შესახებ და მათი აღიმქა რადიკალურად განსხვავდება. მათი გონება სხვა ჭრილში მუშაობს. ჩვენ ჩვენი წარსულის პროდუქტი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც წარსულის გამოცდილებამ გავხადა. თუ წარსულში შეცდომები დავუშვით, ეს შეცდომები ჩვენ მომავალშიც გვაუვლობს. თუ წარსულში ტრავმები გვაქვს, ეს ტრავმები მომავალშიც გვაყოლებს. თუ ადრე დაგცინოდენ, ეს ხდება შენი იდენტობის ნაწილი და მთელი ცხოვრება ხდებს. სანამ ამ ყველაფერს ცნობიერი და ძირფესვიანად არ ამოძირბავ. ჩვენ არ ვცხოვრობთ ისე, როგორც გვინდა რომ ვიყოთ მომავალში. ჩვენ ვცხოვრობთ ისე, როგორებიც ვართ ახლა და როგორებიც წარსულმა შეგვქნა. ჩვენ ყველანი ჩვენი წარსულის პროექტი ვართ. მაგრამ არსებობს ადამიანების სხვა კატეგორია. ისინი არ ცხოვრობენ წარსულით, ისინი არ ცხოვრობენ წარსულის შეცდომებით. ისინი ცხოვრობენ იმით, ვინც უკვე არიან მომავალში. არა იმით, ვინც უნდა რომ გაახტნენ, არამედ იმით, ვინც უკვე არიან თავიანთ წარმოსახვაში და ყოველი დღე ისე ცხოვრობენ, როგორც უკვე ცხოვრობენ იმ მომავალში. ალექსანდრე მაკედონელი, როდესაც იდგა არჩევნის წინაშე დაეპყრო თუ არა მთელი მსოფლიო, მის წარსულს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, რომ თავი მეფეთა მეფედ ეგრძნო, მაგრამ ის მაინც ასე ხედავდა თავს. ხედავდა თავს როგორც ზევსის შვილს, მეფეთა მეფეს. არავის არ სჯეროდა მისი, არც ქვეშემტომლებს, არც მთავარსარდლებს, არც მეგობარს. ყველა აკრიტიკებდა, ყველა გიშს ეძახდა, მაგრამ ის ხედავდა, რასაც ხვები ვერ ხედავდნენ. მისის ყველაფერი უკვე დაწერილი იყო და უბრალოდ რეალობაში განხორციელება სჭირდებოდა. ზუსტად ასე იყო ილია თოფურიაც. 15 წლის იყო, როდესაც დადგა არჩევნის წინაშე გაეგრძელებია სკოლა თუ არა, მან ბევრი არ იფიქრა. პირველივე დღეს, როდესაც დარბაზში შევიდა, თავის წარმოსახვაში დაინახა საკუთარი თავი ოქტაგონის ცენტრში, ქამრებით ხელში, როგორც მსოფლიოს ჩემპიონი. პირველი დღიდან იცოდა, რომ გახდებოდა მსოფლიოს ჩემპიონი. მისთვის ეს არ იყო ოცნება, ეს იყო გადაწყვეტილება. ყოველი მისი ვარჯიში ზრდიდა მის თავდაჯერებულობას და ის თავდაჯერებულობა ისახებოდა შემდეგ მის ჩხუბებში. ვავე მოგება, ვავე ფინიში, ვავე უგუნო მოწინააღმდეგე. როცა UFC-მ დაურეკა კოვიდის შემდეგ ერთკვირიანი შორტ-ნოთის ბრძოლაზე, მან ერთი წამითაც არ იფიქრა, ვინ იყო მისი მეტოქი. არადა მისი მეტოქი იყო დაუმარცხებელი მაიროპოველი პროსპექტი იუსუფ ზალალი. მაგრამ ილიას არ აინტერესებდა ვინ იდგა მის წინ. მისი მთავარი მეტოქი საკუთარი თავი იყო. მის აზროვნებაში ჩემპიონი ყველას და ყველგან და ყველანაირი პირობის წინაშე უნდა ეჩხუბოს. ეს არ იყო ლამაზი ნოკაუტი, ეს არ იყო ლამაზი ფინიში და ეს არ იყო ლამაზი ბრძოლა.
ეს იყო ბინძური ბრძოლა. ეს იყო ბრძოლა საკუთარ თავთან და მან მოიგო. ამ ბრძოლაში მან აიღო თავისი პირველი უკვდავების ქვა. ნებისმიერი ცუდი პირობით, მის ყველაზე ცუდ დღესაც მას ყოფნიდა ის უნარჩვევები, რომ გამარჯვება მოეპოვებია ნებისმიერ მეტოქესთან. შემდეგი დიდი გამოწვევა ჯაი ჰერბერტი გახდა 155 ფუნტში. მან მიიღო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა კარიერაში, head kick-ი, რომელიც ბევრს გათიშავდა და დააფიქრებდა საერთოდ სწორად აირჩიეს თუ არა ეს გზა. მაგრამ ილია შეიძლება სხეულით დაეცა, მაგრამ სულით არასდროს დაცემულა. როდესაც პირველი რაუნდის შემდეგ კუთხეში მივიდა, დაფიქრდა, შეიძლება ზედმეტად იწონა საკუთარი თავის. შეიძლება მეტოქე ზედმეტად მარტივად შეაფასა და არ დააფასა მისი ძლიერი მხარეები. მაგრამ ერთი რამ არ გატყდა, მისი შიდა ხმა, ის რომ ის ჩემპიონი იყო და არ არსებობს სცენარი, სადაც მე არ ავდგები. მეორე რაუნდში გამოვიდა და უგონოდ გათიშა. ეს ისეთი ნოკაუტი იყო, ბევრს ეგონებოდა, რომ მართლაც მოხდა ჯაი ჰერბერტი. და მიხვდა, რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა სირთულე დახდეს წინ და ბრძოლა არ წავიდეს როგორც მას სურს. ის მაინც თავის შიგნით იპოვის მეომარ სულს, რომელიც ადგენდა ნებისმიერი დარტყმისგან და კბილებით გამოგვეჭს მოგებას. და ეს არ და ასევე ის, რომ არღიც მოწინააღმდეგის არ დაფასება და ყველა ბრძოლი თავის მხრივ ძლიერია. შემდეგი ბრძოლა ბრაის მიჩელთან იყო, ორი დაუმარცხებელი მებრძოლი. ყველა ფიქრობდა, რომ ბრაისი ფავორიტი იყო, რადგან უკეთესი ჭიდაობა ჰქონდა, რადგან ამერიკაში იბრძოდა, რადგან მარკეტინგი მასზე იყო აგებული. მაგრამ რა მოხდა? ილიამას ფეხზე დააჯავნა და ჭიდაობაშიც. თავისივე თამაში მოუგო და დააფინიშა და კიდევ ერთი უკდავების ქვა აიღო. ამ ბრძოლაში მან შეისწავლა თავისი მეტოქე, გაიუმჯობესა დაცვა. აღარ მიდიოდა წინ და უხედავდა და ყოველი მისი შეტევა იყო გაცნობიერებული. ლეგ ქიკები შემატა თავის არსენალს, გაუმჯობესდა როგორც მებრძოლი. შემდეგი იყო ჯოშ ემეტი, კაცი, რომელიც არაამქვეყნიური ძალა აქვს. მხოლოდ მისი ნოკაუტების კრებული ბევრს სულს აღუძრავდა, რომელთაც ბევრს ოქტაგონზე გასვლას არ მოუნდებოდა. ის იყო ერთადერთი ბოლო ნაბიჯი ტიტულამდე და ილიას უნდა გაევლო ეს ნაბიჯი. ყველა ელოდა, რომ ილია ჭიდაობას გამოიყენებდა, მაგრამ არა. მან იცოდა, რომ ტიტულისთვის მას მხოლოდ მისი ძლიერი მხარეები არ გამოადგებოდა. იცოდა, რომ დასახვეწი ქონდა მის არსენალში ასპექტები, ის მოძრაობა, დაცვა, წაკითხვა, IQ, კომბინაციები, ამიტომ ის არა ემეტისთვის ემზადებოდა, არამედ ტიტულისთვის. მან 5 რაუნდი ფეხზე იბრძოლა და ერთ-ერთი ყველაზე უიშვიათესი სკორკარდი აიღო დომინაციით 50-44. ემეტის სახე კი ბრძოლის შემდეგ თავად ყველაფერს ამბობდა. ეს იყო მისი ბოლო გამოსდა ტიტულამდე, ეს იყო მისი ბოლო უკდავების ქვა და შემდეგ დადგა ის მომენტი, როდესაც მას ამდენი ხანი წარმოსახვაში ჰქონდა ტიტულისთვის ბრძოლა. ბრძოლამდე ლია აკეთებდა დიდ კომენტარებს, ამბობდა, რომ პირველ რაუნდში ნოკაუტით გათიშავდა. პრესკონფერენციაზე ისე ექცეოდა, როგორც უკვე ჩემპიონი იყო, ისე იცვამდა, როგორც უკვე ჩემპიონი. უკვე წინასწარ ამბობდა, ვისთან დაიცავდა ქამარს და რას იწამდა მომავალში. ხალხი დასცინოდა. მაგრამ როცა მომენტი დადგა, როგორც კი შევიდა ოქტაგონზე, იგრძნო, რომ აქ უკვე ნამყოფია. მას უკვე გამოცდილი აქვს ეს შეგრძნება. იგრძნო, რომ ყველა ვარსკვლავი ერთმანეთთან შეიკრა და ყველა უკვლევების ქვა, რომელიც წინა ბრძოლაში მოიპოვა, ერთ მუშტად შეიკრა და ერთადერთი რას დარჩენილი ჰქონდა, იყო რეალობაში განეხორციელებია ეს ყველაფერი. მან გააკეთა ზუსტად ის, რაც თქვა. გააკეთა ბევრისთვის შეუძლებელი. მაგრამ მისთვის ცხადი, რადგან ზუსტად ეს სურათი უტრიალებდა მას თავში ამდენი წლის განმავლობაში. მეორე რაუნდში ჩემპიონი უგონოდ ეცემა და ილია თავზე ხელს იკიდებს. არა გაუცებისგან, არა იმიტომ, რომ არ ელოდა მოგებას ან ნოკაუტს, არამედ იმიტომ, რომ ამდენი წლის შრომა, რწმენა, მიზნისკენ სვლა ახდა. და ის სურათი, რომელიც 15 წლის ილიას უტრიალებდა თავში, ამ მომენტამდე რეალობაში აისახა. კამერებით ხელში, ოქტაგონის ცენტრში და პუბლიკა მის სახელს კანდიდატებს. ამბობენ, როდესაც ჩემპიონი ხდები, შენი უნარჩვევები 30% იმატებს. მაგალითად, ხაბიბი სანამ ჩემპიონი გახდებოდა, უჭირდა მეტოქეების დაფინიშება. მისი მოგების უმეტესობა საჭთა გადაწყვეტილებით იყო. როდესაც ჩემპიონი გახდა, ყველა მისი მეტოქე დააფინიშა. მაგრამ მილიას არ ჭირდებოდა ის დამატებითი ჩემპიონის თავდაჯერებულობა. რადგან ის ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება ჩემპიონი საკუთარ თავში და რაც შემდეგ მოხდა, შეიძლება ითქვას კინოსცენარია. მაქს ჰოლოვეი. ილია ამჯერადაც ხმაღალ განაცხადებს აკეთებდა, რომ იქნება პირველი, ვინც დაანოკაუტებს მაქს ჰოლოვეის. და ამას ყოველ ინტერვიუში ამბობდა. ამბობდა, რომ პირველი 10 წამის განმავლობაში ბრძოლას ოქტაგონის ცენტრში შესთავაზებს. 90% გამოკითხულთა მებრძოლების ამბობდა, რომ მაქსი მოიგებდა. ილიას ნოკაუტი ყველა სასაცილოდ მიაჩნდა.
მაგ სიხომ საერთოდ ნოკდაუნშიც კი არ არის ნაყოფი და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ყბით არის ცნობილი UFC-ში. ილიას ნოკაუტი ყველა სასაცილოდ შეიძლება მიაჩნდა. 9 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში არსებობდა ერთ-ერთი მენტალური ბარიერი. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ადამიანი ვერ შეძლებდა 1 მილს 4 წუთზე ნაკლები დროში სირბილს გავლას. ეს უკვე აღარ იყო უბრალოდ სპორტული რეკორდი, ეს გახდა ფსიქოლოგიური ზღვარი. მეცნიერები ამბობდნენ, რომ ადამიანის ორგანიზმს თავისი ფიზიკური ლიმიტი აქვს. ამბობდნენ, რომ გული ვერ გაუძლებს ასეთ დატვირთვას. ამბობდნენ, რომ სხეული ვერ გაუკლავდება ასეთ სიჩქარეს. და ადამიანები ამას იჯერებდნენ. და 9 წლის განმავლობაში ზუსტადაც ასე იყო. მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ისინი ცხოვრობდნენ იმით, რაც სხვებმა უთხრეს და არა იმით, რაც თვითონ გრძნობდნენ. როჯერ ბენისტერი, ერთ-ერთი ყველაზე პირველი ადამიანი, ვინც ეს კედელი დაინახა, არა როგორც ფაქტი, არამედ როგორც რწმენა. ის არ უნდა დაიმტკიცებია ვინმესთვის რაღაც. მას უბრალოდ აინტერესებდა, მართლა არის ზღვარი რეალური, თუ უბრალოდ მასწავლის შიშია. როდესაც 1954 წელს მან 4 წუთზე ნაკლები გაირბინა 1 მილი, მისმა სხეულმა არ გააკეთა არაფერი ზებუნებრივი. შეიცვალა მხოლოდ ერთი რამ. მის გონებაში ეს უკვე შესაძლებელი გახდა. ამის შემდეგ ის ხმას დაიწყეს ამ რეკორდის მოხსნა. არა იმიტომ, რომ მათი ფიზიკა შეიცვალა, არამედ იმიტომ, რომ შეიცვალა ის, რისიც სჯეროდა. ეს არის მთავარი გაკვეთილი. ადამიანის საზღვრები უმეტეს შემთხვევაში არა სხეულიშია, არამედ მის გონებაში. ილიას შემთხვევაშიც ეგრე იყო. სხვებისთვის შეუძლებელი მის წარმოსახვაში შესაძლებელი იყო. ილიამ ისტორიაში პირველად დაანოკაუტა მოცულობები და სხვების რეაქცია ყველაფერს მეტყველებს. ის რაც სხვებისთვის წარმოუდგენელი იყო, ილია ყოველ ჯერზე ანგებდა და ამსხვდა რეალობის წარმოდგენას და რეალობის საზღვრებს კიდევ უფრო შორს წევდა. შემდეგი ჩარლზ ოლივიერა იყო, ერთი კატეგორიით ზემოთ, მეორე ტიტულზე. ილია ისე დარწმუნებული იყო საკუთარ თავში, რომ მისი გამარჯვება ერთი დღით ადრე ოჯახთან ერთად აღნიშნა. და როდესაც ბრძოლაზე გავიდა, გააკეთა შეუძლებები და 2 წუთში დაანოკაუტა ჩარლზ ოლივიერა. ჯოი დისპენსა ამბობს, სამყარო არ გვაძლევს იმას, რაც გინდა, სამყარო გვაძლევს იმას, რაც ხარ. და როცა ილია ამბობს, რომ უნდა წავიდეს მესამე ტიტულისთვის ისლამ მახაჩევთან, აკითხავს, რომელია მისი საყვარელი მახრჩობელა და იმავე მახრჩობელად იმოუგებს ხაბიბის წინაშე. მე ერთ კითხვას დაგისვამთ, მართლა გეპარებათ ეჭვი? არ